ფირგვისის აფრიკეთში მცხოვრებ ერთ მდიდარ კაცს სახელად პეტრეს სრულებით არ ებრალებოდა გლახაკები. იგი ყურს არ ათხოვებდა ხოლმე მათ თხოვნას არაფერს აძლევდა და არც ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. მაგრამ კეთილსა და კაცმოყვარე ღმერთს არ უნდა ადამიანის ცოდვილად წასვლა ამ ქვეყნიდან. პირიქით სურს იგი მოიქცეს და შეინანოს. ამიტომ უწყის რა თითეული ადამიანის ცხოვრება მისი განგებით ასეთი რამ მოხდა. ერთ დღეს გზაზე თავმოყრილმა რამდენიმე გლახაკმა დაიწყო მოწყალე ადამიანებისადმი მადლიერების გამოთქმა და მათი შევედრება ღვთისადმი. უწყალოებს კი გმობდნენ. პეტრეს გახსენებაზე თქვეს, რომ იგი საერთოდ უწყალო იყო. ერთმა გლახაკმა კი თქვა, მე მოვაცემინებ მას მოწყალებასო. სხვებმა არ დაიჯერეს, რომ პეტრე ვინმეს რამეს მისცემდა და გადაწყვიტეს შეემოწმებინათ. წავიდა ეს გლახაკი და სახლის კართან დადგა. პეტრე წისქვილიდან მოდიოდა და სახედრით ფქვილი მოჰქონდა. გლახაკმა რომ დაინახა, იგი თაყვანისსა და დაჟინებით ვედრება დაუწყო მოწყალების თხოვნა. პეტრე განრისხდა. უნდა ქვაესროლა, მაგრამ რომ ვერ ნახა, აიღო ერთი პური და საღი გაუქანა გლახაკს. მან აიღო ეს პური და წავიდა თავის მოძმეებთან. აი ეს პირდაპირ პეტრეს ხელიდან მივიღეთ უთხრა და შეავედრა იგი ღმერთს როგორც მოწყალე. ამ პურიდან ცოტ-ცოტა სხვა გლახაკებსაც ერგოთ და ყველანი ამბობდნენ, ღმერთო, აცხონე პეტრეო. ზუსტად მეორე დღეს პეტრეს მძიმე სენი შეეყარა და კვდებოდა. მივიდნენ ანგელოზები მისი კეთილი საქმეების საძიებლად და გლახაკისთვის უნებლიეთ მიცემული იმ ერთი პურის მეტი რომ ვერაფერი იპოვეს, რათა იმით მისივე ბოროტებანი გაებათილებინათ პეტრეს უთხრეს. ამჯერად წადი და იმ პურს სხვა მოწყალებებიც მიუმატე, რომ ბნელმა ეშმაკებმა არ წაგიყვანონ და არ ჩაგაგდონ მარადიულ სატანჯულში. რადგან ის, ვინც წყალობას არ გასცემს, უმოწყალოდ ისჯებაო. ასე დაბრუნდა მისი სული კვლავ სხეულში. იმ დღიდან პეტრე მოწყალე გახდა. მთელი თავისი ქონება და ავრდომილებს დაუნაწილა და მონები გაათავისუფლა. ერთ-ერთ მონას კი პირობა დაადებინა, რომ მის თხოვნას აღასრულებდა და ასეთი რამ დაავალა. წავიდეთ იერუსალიმში, თაყვანისცეთ მაცხოვრის ცხოველმყოფელ საფლავს და მისი ვნების ადგილს. შემდეგ კი იქვე გამყიდე, ჩემი საფასური გლახაკებს დაურიგე და შენც თავისუფალი იყავიო. წავიდნენ იერუსალიმში თაყვანისცეს მინდა ადგილებს და მართლაც მიჰყიდა პეტრე მისმა მონამ ერთ ღმრთის მოშიშ კაცს სახელად ზოილეს. საფასური კი თავისი ბატონის ბრძანებისამებრ გლახაკებს დაუნაწილა. თავისმა ბატონმა ზოილემ პეტრეს სამზარეულოში განაწესა. იგი კეთილსინდისიერად მუშაობდა. ვენახში შრომობდა თუ ნებისმიერ სხვა საქმეს აღასრულებდა. ყველაფერს გულმოდგინედ უკეთებდა თავის ბატონს, დაუსვენებლად ირჯებოდა და ხორციულ დაღლასა და ტკივილებს არ ერიდებოდა. მაგრამ მოუთმელად მოხდა ისე, რომ მისი კეთილი საქმეები გამოაშკარავდა. პეტრეს ყიდვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ზოილეს აფრიკიდან სტუმრები ეწვივნენ და ვახშმად დარჩნენ. პეტრეს სუფრას ემსახურებოდა კერძები მიჰქონდა, სტუმრებმა იგი იცნეს და ალაპარაკდნენ, ეს ხომ ნამდვილად აფრიკელი მდიდარი პეტრეა, რომელმაც თავისი მონები გაათავისუფლა. უზარმაზარი ქონება გლახაკებს დაუნაწილა და თავად სადღაც გაქრა ისე, რომ მისი სამყოფელი არავინ იცოდა. ამას რომ ლაპარაკობდნენ, პეტრე კარს გარეთ იდგა და ესმოდა, რა კიღა მისი ამბავი გამოაშკარავდა, მას უნდა და მაშინვე გასცლოდა იქაურობას. მეკარე ყრომუნჯი იყო და როცა კარის გაღება დაკეტვა უნდათ, ანიშნებდნენ ხოლმე. პეტრე კი აჩქარებით მივიდა მასთან და უთხრა, გამიღე ძმაო კარი. ყრუმ მისი სიტყვები გაიგონა და კარი გაუგო. პეტრე სირბილით განერიდა ადამიანურ პატივს და დიდებას. მეკარე ყვირილით გაიქცა თავის ბატონთან, უფლის მონა პეტრე გაიქცა ჩვენგან. მან ჩვენი ღმერთის იესო ქრისტეს სახელით მიბრძანა კარის გაღება. პირიდან საოცარი ცეცხლისებური ალი გადმოუვიდა.
ყურზე და ენაზე შემეხო, მისი მადლით ყურთასმენა და მეტყველება მომეცა. ის კი წავიდა. იქ მყოფნი წამოიშალნენ, გაედევნენ პეტრეს და ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვნეს და გაკვირვებულები ადიდებდნენ ღმერთსა, რომელსაც ჩვენის დიდება უკუნისამდე. ამინ.